ზუსტად როგორ არ მგონია რომ რაიმე მოთხოვნაზე ესენი რაიმე სახით რეაგირებდნენ მე უბრალოდ მინდოდა მათ აი შობა ახალი წელი იყო მაშინ თან და რაღაცა იქნება მეთქი რაღაც ადამიანური გამოიჩინონ რაღაც ზოგადად მე მგონია რომ ესენი ხო საკუთარი ნებით არიღებენ ამ გადაწყვეტილებებს ამათ რასაც ეტყვიან იმას ასრულებენ მაგრამ მე მაინც რაღაცა ადამიანურის დანახვა მინდოდა მათში და იმიტომ ჩავთვალე რომ თუ გამოჩნდებოდნენ ადამიანები რომლებიც შეიძლება თავდებში ყოფილიყვნენ მზად ჩადგომოდნენ ზურაბ მეთიშაშვილს იქნება აღკვეთი ღონისძიება წინასაშვებად შეეცვალათ იმიტომ რომ ძალიან დიდი ხანია ეს ადამიანი შიმშილობს არა მხოლოდ ეს უკვე ზურაბ ჭავჭანიძეც თითქმის 60 დღეა შიმშილობს და რაღაცა მომენტში როგორც ჩემი თანამებრძოლების და არა მხოლოდ როგორც ჩემი თანამებრძოლების აი ნებისმიერი ჩემი თანამოქალაქის ბედი როგორც შეიძლება მაღელვებდეს ისე მაღელვებს მათი ბედიც მით უმეტეს ზურაბ მეთიშაშვილი ჩემი თანამესაკნე იყო ფოთში 5 დღით და ეს არის ძალიან საყვარელი და რაღაც ძალიან კეთილი ადამიანი არის და ნუ რაღაც აბსურდი არის ის ბრალდება რომელზეც მას ედავებიან რომლის გამოც ხათაშორის მე და ვასკაც ვიყავით იზოლატორში იყო და ადმინისტრაციული წესით ნუ არ ვიცი ამაზე რა ვთქვა არა მარტო მზე ამაღლობელი კიდე ბევრი პატიმარი შიმშილობდა რეზო კიკნაძეც შიმშილობდა როგორც მახსოვს და სხვაებიც ყველამ რაღაცა ეტაპზე შეწყვიტეს ზოგადად მე მგონია რომ ეს მე ძალიან დიდი პატივს ვცემ მათ გადაწყვეტილებას რა თქმა უნდა მაგრამ მე მგონია რომ ეს მეთოდი პროტესტის ჭრიდა ნებისმიერი მთავრობის დროს ნუ რაღაცა დოზით მაინც ეს იყო რავი სააკაშვილის მთავრობა შევარდნაძის მთავრობა თუ გამსახურდიას თუ საბჭოთა კავშირის მაგრამ აი ამათ იმდენად ყველაფერი გაუფასურებული აქვთ ოცნების პირობებშიც გაჭრა მახსოვს ელენე ხოშტარიას შიმშილი უბრალოდ ეს სხვა დრო იყო აშკარად სხვა დრო იყო ხო სხვა დრო იყო ეხლა იმდენად გადაკეტილი აქვთ ამათ ყველაფერი რომ აი არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩემი აზრით ადამიანის შიმშილებს თუ რა მზად არიან აი უბრალოდ რომ მართლა არ ეშინოდეთ ნებისმიერ მომენტში დიდი სიამოვნებით აღუხრედნენ შუა ქუჩაში ჩემი ღრმა რწმენით. ახლა მე მაგიტო ვთხოვ ორივე ზურაბს რომ შეწყვიტონ შიმშილობა პირველ რიგში ისინი გჭირდა რეზო უთხრა მგონი მზიას როგორც მახსოვს ესეთი ფრაზა რომ ეს რა ქვია რთულია რა თქმა უნდა რომ შენი ქვეყნისთვის თავი გასწირო მაგრამ ბევრად უფრო რთულია რომ შენი ქვეყნისთვის იცოცხლო და მე მინდა რომ ზუსტად ეს ფრაზა უთხრა მათაც უნდა იყვნენ ისინი ჯანმრთელები რომ რაც შეიძლება მალე როცა მთავრობას რუსულ მთავრობას მოვიშორებთ ისინი ჩვენ გვერდზე იყვნენ და ჩვენ გვერდზე ბედნიერად იზეიმონ ეს ყველაფერი